ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ახლა აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები არიან და 25 ბავშვი, რომელიც მედიკამენტს იღებს და რა შედეგი გამოიყო ამ ახალმა მედიკამენტმა? ძალიან კარგი მინდა გითხრა, ძალიან კარგი, როგორც იყო მოსალოდნელი, ახლა ამ წუთში ანუ ღირდა ეს პროტესტები ალბათ იმათ, რომ ეს მედიკამენტი მათ მოიპოვეს. ძალიან საინტერესო მედიკამენტი არის, ნამდვილად აი ხა რეგულარულად ვახდენთ ამ ანთროპომეტრიას და ზოგადად ჯანმრთელობით, მაგრამ იცი არის ახალი მედიკამენტები, რომლებიც შემოდიან ბაზარზე და აი ესე შემოსული დიდი ბრძოლის საფუძველზე, მე მშობლებს ვეუბნები, რომ აი დიდი საქმე გაკეთეთ არა მხოლოდ იმითო დაუშვათ თქვენ შვილებს მიეცათ თავიანთი პოტენციალზე მეტი პოტენციალის მიღწევის საშუალება, იმიტომ ზოგიერთთან 7-8 სანტიმეტრი მივიღეთ და ზოგიერთთან უფრო, თუმცა ეს არ ცვლის რასაკვირველია დიაგნოზს არ ცვლის, მაგრამ ანუ დადებითი დინამიკა ძალიან იმან რომ შენ გაამახვილე ყურადღება აი ამ იშვიათ დაავადებაზე, აქონდროპლაზიაზე, რომელიც ესეთი ცნობიერების ამაღლებად, მე რომ შენ დაინახე რა გაკლია სისტემაში, ანუ ჯანდაცვის სისტემას რა პრობლემები აქვს იმისთვის, რომ ეგეთი ტიპის ბავშვებს დაეხმაროს და რა ჭირდებათ ამ ბავშვებს დამატებით. დაუშვათ ის, რომ მათ ძალიან ადრე ჭირდებათ მაგნიტურეზონანსული კოტომოგრაფია, რომ ნახო როგორი არის კეფის დიდი ხვრელი, ხომ არ არის სტენოზი ხერხემლის სარხში. ჭირდებათ ძილის კვლევა აუცილებლად, რომ გამორიცხო ძილის აპნოე. უფრო ადრე აი პირველი წლის განმავლობაში საჭიროა როგორც წესი არც ეს ჩატარებული არ ქონდა და გამოკვლეული არ იყო. ფიზიკური თერაპია ძალიან სპეციფიური არის, მათთან ეს არ არის ჩვეულებრივი ფიზიკური თერაპია, გარშემო გაჭიმვითი ვარჯიშები. ყოველდღიურ ცხოვრებაში რა შეუძლიათ გააკეთონ, რა არ შეუძლიათ იმისთვის, რომ რაიმე გართულება, ეხლა არ არის მარტო ტანდაბლობა, ეს მთელი ძვალსახსროვანი სისტემის და არა მარტო განსხვავებული წყობა, განსაკუთრებით თავის ქალის სრულიად სპეციფიური წყობა, რომელიც სუნთქვაზეც მოქმედებს, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საბოლოო ჯამში სწავლაზე შეიძლება იმოქმედოს, მათ ხშირი ოტიტები აქვს, შეიძლება სმენის პრობლემები შეექმნათ, ამიტომ დასწავლის პროგრამა მთელი დიდი გორგალი არის პრობლემების, რაც ამ მედიკამენტის შემოსვლით შენ დაიწყე უფრო მეტად სტრუქტურირებულად აი ამ პრობლემების დანახვა და უფრო დამენეჯმენტებას და რაც სისტემის შექმნა ამ ბავშვების გარშემო, როგორც უნდა იყოს სისტემა, რაღაცა მაგალითი გქონდეს, როგორ შეიძლება მართოს